შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. სამართალდამცავებმა მისაქციელში მდებარე ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ალფა-პვპ, მეფედრონი და კლეფედრონი, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ კლეფედრონი წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციასაც სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 35 გრამამდე ალფა-პვპ, 9 კილოგრამამდე კლეფედრონი და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ავტომობილისა და მათი ბინის შრეკისას ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოვებისთვის საჭირო მასალები: ელექტროსასორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-260 მუხლებით მიმდინარეობს.